20 სანტიმეტრი თოვლით გამოწვეული პრობლემებს ქუთაისის მერია საერთოდ ვერ გაუმკლავდა. ქუთაისი ახალ წელს პარალიზებული გზებით შეხვდა. ქალაქის არაერთ უბანში ცენტრალურ გზებზე გადაადგილებაც კი ძალიან გართულებული იყო. ხალხი Facebook ჯგუფების დახმარებით ეძებდა მაღალი გამოვლობის ავტომობილებს გადაუდებელი საჭიროებებისათვის. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის მერიასთან არსებულ AIPS სპეციალურ სერვისებს, რომელიც პასუხისმგებელია ქუთაისში გზების გაწმენდაზე. რატომ ვერ შესრულდა სამუშაოები სათანადოდ ქუთაისში? კონკრეტულად რა იყო პრობლემა? ვერ შესრულდა სამუშაოები სათანადოდ ვიწყარით. ქუთაისელებმა ყველა მაგაზე ლაპარაკობდა მთელი ამ დღების განმავლობაში. ქუთაისელები არ არიან მათ საქმის სპეციალისტები და პროფესიონალები არიან საქმის სპეციფიკური და მომდინარე. დილიდანვე, იმ დღიდანვე, როდესაც დაიწყო ინტენსიური ნალექი, ჩვენ AIPS სპეციალურ სერვისების სამსახური გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა ქალაქში შექმნილი საცობი, რომელიც ხელს უშლიდა თოლწმენ სამუშაოებს. ანუ თქვენ თავად უკმაყოფილო არ ხართ შედეგებით და მაქსიმალური გაკეთდა ქალაქში რაც შეიძლება და გაკეთებით. შედეგზე კმაყოფილება და ორიენტირებას განსაზღვრავს მოცემულობა. როცა მოცემულობას მიენიჭება სტიქიის კვალიფიკაცია, ეს სხვა თემა. ის რომ ეხა მე ტექნიკა მყავს და უცებ ამას 1 საათში ან 2 საათში, ან თუნდაც 1 დღის მორაკოჩი სულად მოვილებ, ესე არ ხდება. მაშინ ასე დაგისვამ მკითხოს, ანუ არაფერი არ არის გამოსასწორებელი. შეიძლება თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი გააკეთეთ, მაგრამ იქნებ შესაძლებლობებშია თვითონ პრობლემა, ხო? იქნებ ქალაქს საკმარისი ტექნიკა არ აქვს, ანუ ყველგან ესე ხო არ ხდება, რომ დიდი თოვლი მოდის და ქალაქი პარალიზებულია, ეს ხო? გარდაუვალი მოცემულობა არ არის. არ ალიზება. შეეცნა კომუნიკაციებსაც, როგორც არის ენერგოპროდუქცია, ინტერნეტის მიწოდება, ანუ კლიანად შეიქმნა ეს პრობლემა ტექნიკის პირობების გამო. გასაგებია, რომ თქვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებთ. მე გისვამთ კონკრეტულ კითხვას. ორჯერ მეტი ტექნიკა რო ყოლოდათ, გაწმენდით? ანუ არსებობს საჭიროება და არ არის ეს ტექნიკა თუ რაშია? 10-ჯერ მეტი. არა, იმიტომ რომ გზების გაწმენდას და კომუნიკაციის აღდგენაში ჭირდება თავისი შესაბამისი დრო, მაგრამ სადღაც 50%-ზე მეტი ალბათობა იმისი, რომ უფრო ინტერვალი მომსახურეობის არ გახანგრძლივდეს და გაორმაგებული ტექნიკის არსებობას, რა თქმა უნდა, ვანიჭებთ უპირატესობას. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მოქალაქეებს ქუთაისის მერიის პოსტებზე კომენტარებში, ისევე როგორც ბაზარში გამოკითხულებს. ან ერთი ავტობუსი ეგერ იყო, მეორე მანქანა აგერ იყო, მორჭობილი იყო, მანქანები ერთმანეთზე და რა თუნდა, ჩემი თქმა. ყველა კარგად ხედავს რა ხდება, მე რა კეთდება ეს მითხარით, რა ხდება? კატასტროფული მდგომარეობა იყო. არ იყო ტრანსპორტი, საშინლად არის გზები ახლაც. რაკნას რო დაჭიდეს ადამიანს, სასწრაფო უნდა, რამე უნდა, არ უნდა იყოს, უნდა იყოს. არა. ქუთაისის გარდა რთული მდგომარეობა იყო იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. გარდა გზის პრობლემისა იყო ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მიწოდების პრობლემაც. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.